ამერიკამ უკრაინასთან მინერალების შესახებ გარიგება დადო, რომლის საშუალებითაც შტატები იმ თანხას დაიბრუნებს, რომელსაც ის მთელი ამ წლების განმავლობაში ხარჯავდა უკრაინის მხარდაჭერისთვის. თუმცა რას ველით ჩვენ ევროკავშირი ამ მიმართულებით? არაფერს, რადგან ჩვენ არ გვაქვს ტრამპის მსგავსი უნარები, რომლებიც საჭიროა ასეთი შეთანხმებების დასადებად. დღემდე ევროკავშირმა უკრაინას 170 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება გაუწია. ამერიკამ 150 მილიარდის. გამოდის ჩვენ უფრო მეტი მივეცით უკრაინას ვიდრე ამერიკამ. დიახასია, თუმცა ზელენსკიმ ამერიკელებს მიჰყიდა მისი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების 50%. ტრამპის ვარაუდით გრძელვადიან პერიოდში უკრაინასთან დადებული ეს ხელშეკრულება ამერიკას 300 მილიარდი ევროს მოგებას მოუტანს. ესე იგი ამერიკა დიდ მოგებას ნახავს, არა? სწორედ ასე ჩანს, ის რაც მე მაოცებს არის ტრამპის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც მან ყველა ფინანსური თუ სამხედრო დახმარების მიწოდება შეუწყვეტა უკრაინას და მოუწოდებს ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას ამერიკის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსირება მოახდინა. ევროკავშირი ფაქტობრივად იძულებული გახდა ამ უთანხმოებაში ჩარეულიყო და ამერიკული იარაღის შესყიდვა თავად უზრუნველიყო, რომელსაც ის შემდეგ უკრაინას მიაწვდის. ასე რომ ეს კიდევ ერთი მომგებიანი შეთანხმება გამოდგა ამერიკისთვის. ეს სიტუაციის ერთი მხარეა, ამასთანავე ჩვენ არ უნდა დაგვაიწყდეს, რომ მთელი ამ სანქციათა პაკეტებით, რომლებსაც რუსეთს ვუწესებთ, რეალურად საკუთარ თავს ვაზიანებთ, რადგან ვკარგავთ მნიშვნელოვან სავაჭრო გზებსა და იეფ ბუნებრივ რესურსებს. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთლიანად შევწყვეტოთ რუსული გაზის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ისე რომ არ ვითვალისწინებთ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს სრული სიგიჟეა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ევროკავშირი და ამერიკა მთელი ეს წლები ვეხმარებოდით უკრაინას, თუმცა ეს ქვეყანა ყოველდღე უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს. დიახ, თან შესაძლოა ეს ომი კიდევ ძალიან დიდი ხნით გაგრძელდეს. თუმცა ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის ვეუბნებით, რომ შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, რამდენი ხანიც უნდა გაგრძელდეს კონფლიქტი და რომ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს ომი როდის დასრულდება. ამასთანავე ჩვენ უკრაინელებს ვეუბნებით, რომ მათი ქვეყნის რეკონსტრუქციის ხარჯებსაც თავად უზრუნველყოფთ, ისე რომ ამის სანაცვლოდ არაფერს ვიღებთ უკან, განსხვავებით ამერიკისგან. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.